სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა დღეს არის დიდი დღესასწაული რომელიც ყოველთვის დიდ მარხვის ბოლოს წინაკვირას აღინიშნება ეს არის ბაიას კვირა ანუ ბზობა ანუ იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრის ჩვენისა იესო ქრისტეს ეს არის ის მომენტი როცა თავისი დიდი ვნების ჯვარცმის და სიკვდილის წინ მაცხოვარი მიდის თავის ქალაქში იერუსალიმში და იერუსალიმის გასვლით აპირებს შემდეგ სატანჯოლ გზაზე შედგომას რომელსაც გოლგოთის გზა ქვია სანამ იერუსალიმში შევა ისტორიულადაც თხრობითაც ქრონოლოგიურად ესია რომ იგი თავისი მეგობარ ლაზარის მკვდრეთით აღადგინებს რომელიც 4 დღის მკვდარია და ბევრი ხალხი მოდის ამ დიდი სასწაულის სანახავად იმიტომ რომ ყველანი 4 დღით ადრე იყვნენ მისულები მართა და მარიას და მარიამთა ლაზარეს და-ძმასთან რომ მიესამძიმრებინათ მისთვის და მათთვის და თავისი წუხარება გამოეხატათ მათ ერთად დაგრძალეს ლაზარე და აი უკვე როცა მაცხოვარი მოდის ლაზარეს აღადგენს მკვდრეთით და ეს მართლაც კაცობრიობის ისტორიაში არნახული სასწაულია ბევრი იყო სასწაული ბევრი არსებობს მონაყოლი მონათხრობი მაგრამ მსგავსი რამ რომ 4 დღის გახსნილი მკვდარი მკვდრეთით აღმდგარიყოს ესეთი არ იყო მომხდარი და ამიტომაც გააკვირვებული ხალხი მოდიოდა ლაზარეს სანახავად და სწორედ ლაზარეს ნახვის შემდეგ კიდევ უფრო იჯერებდნენ იმ მოსმენელზე და გაგონილზე რომელიც მათ ჰქონდათ მაცხოვარზე მიღებული ეს ინფორმაცია და თავის თვალით ნახეს უკვე ცოცხალი ლაზარე და იწმუნებდნენ და აი სწორედ ამ დროს როცა ეს ყველაფერი დასრულდა იერუსალიმში შევიდა მაცხოვარი დიდებით და სწორედ ის ხალხი რომლებმაც უკვე ხარმად ირწმუნეს რომ მაცხოვარი არის სწორედ მესია რომელიც მათ გაანთავისუფლებს ბატონობისგან მოიტანეს პალმის რტოები დაუფინეს ტანსაცმლები და დიდებით და ოსანას ზახილი და შეძახილებით შეხვდნენ მაცხოვარს ისე როგორც ეკადრებოდა გამარჯვებულ მხედართმთავარს ტრიუმფალური ესე იგი ომის შემდეგ დაბრუნებულს როგორც მართალ და გამარჯვებულ ადამიანს რომელმაც ძალიან დიდი გამარჯვება მოუტანა და მოუტანა ბედნიერება და კეთილდღეობა ხალხს და ეს ხალხი ესეთ დიდი სიხარულით ყვირილით შეძახილებით ეგებებიან მაცხოვარს და მათი წარმოდგენები მესიაზე აღმოჩნდა ცრუ უпростоრეთ მათი წარმოდგენა სწორი იყო მესიაზე მაგრამ მაცხოვარს ესეთი მესიის და ესეთი საქმიანობისთვის მოსვლა არ სურდა ანუ მან უფალმა ფაქტიურად მათი იმედები გაუცრუა და თავის მეუფების ძირითადი უმთავრესი და თავარი მნიშვნელობა სწორედ ადამიანის სოდვის განხსნა სიკვდილისგან და მისი ესე იგი შედეგებისგან და კაცობრიობის ბოროტებისა და დამორჩილებისგან გამოხსნის გეგმა იყო და არამც და არამც პოლიტიკური
თავისუფლება ისრაელისა. მე ვხედავთ რომ ამ გაცვლებული იმედების გამო ხალხი უარს ამბობს მასზე და ითხოვენ მის მკაცრად დასჯას. და ვნახეთ როგორ მკაცრად დასაჯეს ის შემდეგში მოხდება სულ რამოდენიმე დღეში. ხალხი რომელიც დღეს ერთს ამბობდა, ერთს აქებდა, ერთ ხმად შეძახილად მას ადიდებდა, განადიდებდა, ზუსტად იგივე ხალხი ისხოვდა მის სისხლის დაღვრას. საერთოდ ძალიან უცნაური იყო ჩემთვის ყოველთვის, როცა ამას ვკითხულობდი, რომ ესეთი სისასტიკე და ესეთი გამგელებული, გამხეცებული მოთხოვნა რატო ქონდათ ამ ხალხს ამ ერთი ადამიანის მიმართ ბოლოს და ბოლოს მესიები, სრულ მესიები ბევრი იყო და მათ არ გამოუწევია ამ ხელა რეზონანსი ხალხში და ესეთი რაღაც სისასტიკით მისი დასჯა არ მოუთხოვიათ, ხო? და აღმოჩნდა რომ ისრაელში ძალიან მძიმე ყოფა იყო ამ რომაელთა ბატონობის დროს, ძალიან დიდი გადასახადები ჰქონდათ და ფაქტიურად ხალხი შიმშილობდა. აი თანამედროვე არქეოლოგია დაადასტურა, რომ ძვლების კვლევის დროს პირველ საუკუნეში იუდეაში ხალხი ფაქტიურად შიმშილის ზღვარზე იყო და უმძიმესი ყოფა ჰქონდათ. ამიტომ მათ იცოდნენ ყოველთვის, როცა მათ უჭირდათ, ღმერთი მოდიოდა და ეხმარებოდა და მთელი ისტორია ებრაელი ერისა სწორედ არის ესეთი მძიმე ყოფა, რაღაცა მათი რბევა, დევნა, მერე მოდის ღმერთი და ანთავისუფლებს მათ. და ესეთ მდგომარეობაში იყო ხალხი და ძალიან ელოდებოდნენ თავისუფლებას და ადამიანურ ესე იგი ბედნიერებას, მაგრამ არ აღმოჩნდა ესე, როგორც თვითონ წარმოედგინათ, რომ უნდა ყოფილიყო. ეს მარტო იუდეველებს არ ეხებათ, რომლებიც უბრალოდ მოვიდნენ და ასე უნდა დაენახათ მესია, არამედ ეს მოციქულებსაც ეხებათ. მათაც ვერ დაინახეს და არ იცოდნენ მაცხოვრის აი ამ თუმცა მაცხოვარი ხშირად ეუნებოდა მათ, რაც უნდა მომხდარიყო და როგორც უნდა გაგრძელებულიყო. თითქმის 4 მახარებელი აღწევს თუ როგორ ამბობს მაცხოვარი სხვადასხვა დროს თავის მომავალზე, რომ ის დაასრულებს სიკვდილით თავის ცხოვრებას. მაგრამ აი მოციქულებსაც ეგონათ, რომ აი მოვიდა მესია, რომელიც გაანთავისუფლებს მათ აი ამ ბატონობისგან. ისინი ჩავარდნენ, აქ მინდა თქვა, რომ რაღაცა უცნაურ მდგომარეობაში ვართ ახლა ჩვენ, რომ გავიაზროთ რა ხდება, რომ ხალხი დგას, რომელიც მაცხოვრის მიმდევარია და მაცხოვრის ამ მიმდევრობისას მათი აღქმა მაცხოვრისა არის ყველასი შემცდარი. ყველა ცდება, ვინც უყურებს მაცხოვარს. მაცხოვრის ირგვლივ არ არის ადამიანი, ვინც ზუსტად ხედავს და ამოიცნობს მასში იმას, რაზეც არის შემდეგ უკვე ლაპარაკი, რასაც იცნობს მერე. და ლუკა მახარებელთან არის ზუსტად მასში, როცა იერუსალიმში შედის მაცხოვარი ესეთი სიტყვები, რომ შეხედა იესომ ქალაქს და ატირდა. იერუსალიმს შეხედა და ატირდა. და იტყვის, ვაი თქვენ და ვინაიდან ვერ მიცანით მე და მშვიდობა მომქონდა და მშვიდობა ვერ მიიღეთ, არამედ მიიღებთ დასჯას, რომაელებისგან მიიღებთ რბევას, სიკვდილს და ქვაქვაზე აღარ დარჩება ამ ქალაქისგან და ამიტომ ატირდა, ანუ ხედავდა მომავალს, რა ელოდებოდა ქალაქს. და რატომ არის ისე, რომ ადამიანების დიდი ნაწილი კი არ ყველა თითქმის შემდეგ ითხოვს მის სიკვდილს და არიან მოციქულები, რომლებიც ისევე ვერ ხედავენ მის დიდებას,
ღვთაებრივს როგორც სხვა დანარჩენები, მაგრამ მაინც მიყვებიან მას. აი განსხვავება იმაშია, თქვათ მოციქულთა და იმ ხალხს შორის, რომელიც შემდეგ სიკვდილს ითხოვს, იმაში მდგომარეობს, რომ მოციქულებიც ვერ ხედავენ მის რეალურ სახეს და მის დანიშნულებას, რისთვისაც ის მოევლინა, მაგრამ მოციქულებს აქვთ ადგილი, სადაც შეუძლია თავისუფალი ადგილი თავის სოხდელობაში, თავის გულში, თავის სულში, ადგილი, სადაც შეუძლიათ, რომ კიდევ იაზროვნონ და რაღაცა სხვა მიიღონ ახალი. აი მაცხოვარი რომ ამბობდა ნეტარ არიან გლახაკნის სულით რამე თუ მათი არ სასופველიცა და ხო ნეტარ არის გლახაკ, აი დაგლახაკებული მდგომარეობა სწორედ ის არის, სადაც შენ კიდევ გაქვს ადგილი და დიდი ადგილი გაქვს იმისთვის, რომ მიიღო ის რაც შენ ჯერ არ დაგინახავს და ვერ გაგიაზრებია. და აი დანარჩენი ხალხი ფარისეველებთან, წიგნობრებთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩაკერული სული ჰქონდათ. ანუ მათ აღარ ჰქონდათ ადგილი, მათ ყველაფერი იცოდნენ. ყველაფერზე პასუხი ჰქონდათ. ყველაფრის განმარტება ჰქონდათ. არაფერი მათთვის უცხო არ იყო. მათ არაფრის სწავლა და ახლის მიღება არ ჭირდებოდათ. ყველაფერი ჰქონდათ იმისთვის, რომ ღმერთთან ურთიერთობა ჰქონოდათ აწყობილი. ამიტომაც აღარ უნდოდა არაფრის ახლის გაგება და ეს სწორედ ამ ხალხმა დაიწყო ბრძოლა ღმერთის წინააღმდეგ. ეს მეორდება დღესაც. დღესაც ჩვენ ფარისევლები და მწიგნობრები მაშინ ვიქნებით, როცა ადგილს არ დავტოვებთ ჩვენ სულში, რომ რაღაცა ახალი შევიძინოთ, ახლებურად დავიწყოთ ხედვა, მივიღოთ ის რაც დღეს არის საჭირო მისაღები. იმიტომ რომ გზა გამსადებული პასუხები ღმერთს არასდროს არ აქვს. ღმერთი უყოველთვის საძებარია. ღმერთი უყოველთვის უნდა აღმოაჩინო. აი როგორც დღეს თქვა მაცხოვარმა, ხო? უნდა იცნო ღმერთი. და ამ ცნობაში ხდები შენ ესე იგი მისი მიმდევარი. არა იმით რომ სიტყვა გავიგე და ამ სიტყვას ვასრულებ. არა, ღმერთი უნდა იცნო ყველა მოქმედებაში. აი მე მოგვიანებით როცა ის მკვდრეთით აღდგება მაცხოვარი, ევლინება თავის მოციქულებს და მოციქულები ვერ ცნობენ მას. გვახსოვს ხო ეს ემაუსის შეხვედრა, შემდეგ დახშულ კარში შესვლა მაცხოვრის. მოციქულები ვერ ცნობენ მას. და მე რაღაც მომენტში როცა ის აზიარებს, მაშინ ხვდებიან, რომ ეს არის მაცხოვარი. ანუ ეს ვერცნობა და ცნობა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ჩვენ ახლა 20 საუკუნის შემდეგ ჩვენთვის ადვილია, რომ რატო ვერ იცნეს მაცხოვარი თავისი სიდიადით. ვერავე ვერ იცნო და ვერც ჩვენ ვერ ვიცნობდით იმ პერიოდში რომ ყოფილიყავით. ერთი წუთით დავფიქრდეთ და ვნახოთ სად ვიდგებოდით ჩვენ. მოციქულებმა მხოლოდ იმიტომ რომ ერთგულები იყვნენ, თვითონ ადამიანური თვისებით ერთგულები იყვნენ თავისი მასწავლებლის ერთგულები. და ამ ერთგულებით შემდეგ გახდნენ მოციქულები. ანუ რაღაცა ადამიანური თვისება, რომელიც შემდეგ გადაიზრდება აი დიდ სათნოება და ღვთის ხილვის ღირსი გახდები. მისი აღიარების ღირსი გახდები. აი იუდამ ეს არ გააკეთა, ხო? იუდამ არ ეურთგულა და უერთგულა და ამიტომაც ვერ გახდა მისი ხედვის ღირსი. მისი რეალური სახის განახვის ღირსი. იმიტომ რომ მაცხოვარი ესე არ არის სხვათა შორის ჩვენ რო გონია იკონოგრაფიულად, რასაც ჩვენ უყურებთ დღეს მაცხოვარს. ესეთი სრულიათაც არ იყო, ცოტა სხვანაირი იყო და ამიტომაც იმდენად უბრალო იყო მისი სახე, რომ ხალხს უპირდა კიდევაც არის სახარებაში. რომ კი მაგრამ ეს როგორ შეიძლება იყოს
მესია. ეს როგორ შეიძლება ესეთ საოცარ სიტყვებს ლაპარაკობდეს? ჩვეულებრივი ერთი ჩვენთაგანია. თან ის არის, რა ქვია, დურგალი, ხო, დურგალის შვილია, დურგალია თვითონაც. ეს ხო არც მხედართ თავარია, არც მეფეა, არც მღვდელმსახურეა. არავინ არ არის ისეთ გამორჩეული. და ამ უბრალოებაში კიდევ ამ უბრალოების მოსმენა არავის არ უნდა და ყველას უნდა დიდებულის მოსმენა. ხდებით როგორი რთული აღმერთის პოვნა. აი ვიღაცა ჩვენთაგანია, რომელიც შეიძლება შეუხედავით იყოს ასე ადამიანურად, სრულებითაც არ იყოს ალენდელონი. ხო? მაგრამ აი ამ უბრალოებაში უნდა გეპოვა შენ და ამოგეცნო ღმერთი. ეს იყო რთული იმ პერიოდისთვის. ამიტომ სხვადასხვანაირად ხედავდნენ მას ადამიანები. ზოგადად ადამიანს უხარია, რომ ძლიერს დაემორჩილოს, ძლიერის ქვეშ შემდგომი იყოს, ძლიერს გაყვეს, ძლიერს უერთგულოს, რა, ძლიერი დაიცვას, სისხლიც დაღვაროს, თავიც გაწიროს ძლიერისთვის. ხო გვაქვს ბევრი მაგალითი, როგორ წირავდნენ ქართველებიც, სხვებიც, მეფეებისთვის, დიდგვაროვნებისთვის თავის თავს. მაგრამ უბრალო ადამიანის გაწირვა უნდა ვინმეს. აი უბრალო ჩვეულებრივი ადამიანის. მე მაგალითად, ეხლა უცებ გამახსენდა, ერთი პატარა სტიქაროსანი იყო რუსეთის ეკლესიაში. სულ რამოდენიმე წლის წინ. ძალიან კარგი ახალგაზრდა, რომელმაც ცოლი მოიყვანა, გაუჩნდა ბავშვი. სტიქაროსანი იყო და მალე უნდა ეკურთხებიათ დიაკვნად და მღვდელი უნდა გამختارიყო, თელი ცხოვრება ჰქონდა წინ. და ვიღაცა უსახკარო იყო ლიანდაგზე იდგა ელექტრიჩკას და ის ჩახტა და გადაიყვანა ეს ბომჟი და ამას დაეჯახა და მოკლა. აი ამ პატარა ბიჭმა მოახერხა და შესაძლოა სულ სამკვირაში ის გარდაიცვალა, ჩვეულებრივი ლოთი იყო და ისედაც კვდებოდა. მაგრამ აი გადაარჩინა ადამიანი. არიან ადამიანები, რომლებიც აი ესე მართლა ქრისტეს სიტყვას აღასრულებენ და გადაარჩენენ სხვას, ვინც უბრალო. აი მისთვის აი ესეთი უბრალოების დანახვის ძალა თუ გვექნება, ჩვენ ქრისტესაც ვიცნობთ. ამოვიცნობთ ჩვენ ქრისტეს. სხვაგან ამობს მათ ხო არის გახსოვთ, ჩემი ხმა, წყებსის ხმას ცნობენ თავისი ცხვრები. და მარტო თვალით კი არ იცნობს შენ. არამედ ხმითაც გეცნობა შენ. აი სახარების სიტყვებს რო გაიგონებ ადამიანი, ხო რაღაცა მოგეფინება გულზე, სხვანაირად. ხო, აი სხვანაირად მოგეფინება გულზე. ეს არ არის ვიღაცა წმინდანის ნათქვამი, თუნდაც დიდია, მაგრამ იმ წმინდანის ნათქვამში თუ არის აი სახარებისეული დიდი მადლით ჩადებული, იმ წუთშივე ხვდები, რომ ეს ჩვენიანია. სხვადასხვა არსებობს ძველი ეგვიპტური ტექსტები, რომელიც არის ლოცვები ღვთის მიმართ. სხვადასხვა აი ფსალმონები, რომელიც დავით წინასწარმეტყველს ეკუთვნის, თავისი ჟანრი არის ეგვიპტური ჟანრი. ეს ფსალმონთა ლირზე დაკვრა და წამღერება მოტივების და ღმერთის განდიდება. და აი რომ წაიკითხოთ ძველი ეგვიპტური ტექსტი, გეგონებათ რომ ეს ქრისტიანულ ღმერთს, ქრისტეს, სამებაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ აი ღმერთის განდიდება ისე როგორც ჩვენ განვადიდებთ და ვადიდებთ ხოლმე ლოცვის დროს. იმ წუთში ხვდები, შეიძლება სხვისი ტექსტი იყოს, შეიძლება საერთოდ არაქრისტიანული ტექსტი იყოს, მაგრამ ღვთაებრივი რომ არის, ამას იცნობ და ხვდები შენ. რაღაცა აქ არის ყოველი მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭის სრული ზეგარ დამოარშთა ომავალი მამისა მიერ ზეცით.
ამიტომ ეს ცნობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ცნობა ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის, არა მარტო იერუსალიმის შესვლის დროს, არამედ ყოველთვის, როცა ადამიანი თავის ცხოვრების მანძილზე ცხოვრობს და მას უნდა რომ ძალიან შეგნებულად ძალიან საზრისიანად იცხოვროს. არ იყოს ესე მარტო კანონებით მაცხოვრებელი, არამედ საზრისი დაინახოს ყველაფერში და ეს საზრისი მას სულ სხვანაირად შეუცვლის ცხოვრებას. მაშინ იქნება მართლაც ბედნიერი, მხიარული, კაცთმოყვარე, ესე იგი მომფერებელი ადამიანების და სტუმართმოყვარე, თბილი, შვიდობის ყოფილი და ასე შემდეგ. ყველაფერს გააკეთებს და როცა რაღაცა კანონების შესრულებით გინდა რომ გახვიდე ბოლომდე, ეს კანონების შესრულება მხოლოდ ადამიანს აძლევს განკითხვის, ზევიდან ყურების, რაღაცა არაადამიანური აზრების და დასჯის სურვილს. ისინი ვინც კანონს არ ასრულებენ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, გილოცავ დღევანდელ დღეს ხვალიდან იწყება ძიმე მარხვა და შეუდგეთ ქრისტეს გოლგოთას გზას და გავიდეთ ბოლოში და ვნახოთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა. ბედნიერები იყავით.